ახლა ჩვენი ფორუმის ბოლო ნაწილს შევუდგებით. მე ვთხოვ ვინმეს რომ დამეხმაროს რომ 3 სკამი დაგჭირდება წინ და ეს იქნება პანელური დისკუსია თემაზე რელიგია და ახალგაზრდობა, რომლის მონაწილეები არიან მღვდელი აკაკი ჭელიძე, მამა აკაკი ჭელიძე, ჩვენი კარგი მეგობარი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი. სანამ მოაწყობთ, მე გამოვაცხადებ. რომელიც კათოლიკური პერსპექტივიდან ისაუბრებს, ჩვენ გვყავდა მოწვეული მართლმადიდებელი მღვდელი, დეკანოზ ლონგინოს სუარიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ მან ვერ მოახერხა, ამიტომ ისე უმცირესობა გადავწყვეთ ყველა პრობლემას ამ ქვეყანაში და ასევე მინდა მოვიწვიო ელისო ბერაძე, ახალგაზრდობა ქრისტესთვის დირექტორი ამ ორგანიზაციის. ელისო, გთხოვ მობრძანდი. და ჩვენს დისკუსიას გაუძღვება ჩვენი პატივცემული რევაზ ბახტაძე, ხსნის არმიის ოფიცერი. რა დაგაკელი, რა სტატუსი? და ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, რომ მიიღოთ აქტიური მონაწილეობა კითხვა-პასუხის დროს შეკითხვების დასმაში. და რადგან ეს ბოლო ნაწილია, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი შეფასების ფურცლები სანამ სხედხართ, რომ შეგვივსოთ და ისე არ წახვიდეთ, რომ არ დაგვიტოვოთ გასასვლელში. მადლობა. მადლობა ტატა. საღამშვიდობისა ყველას. ტრადიციულად სოლა ფორუმი აგრძელებს პანელურ დისკუსიებს, ასრულებს პანელური დისკუსიით ყოველთვის და არ ჩამოვრჩებით ამ წელსაც და გვექნება საინტერესო თემა, რომელიც არის რელიგია და ახალგაზრდობა. ალბათ მთავარ თემას რელიგია და თანამედროვებას მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებიც იყოს ჩართული და დადამ უკვე წარადგინა ჩვენი სტუმრები, ამიტომ გადავალ პირდაპირ კითხვებით და გთხოვთ, რომ წარადგინოთ თქვენი თავი, თქვენი საქმიანობა, რა საქმიანობა და რა კავშირია თქვენს საქმიანობასა და ახალგაზრდებს შორის. ელისო მქვია მე, ჩვენი ორგანიზაცია მსახურობს ეცით არის ახალგაზრდებთან, აი ტინეიჯერ ხალხთან, პრესტუდენტურ ასაკი და კლუბები გვაქვს, დღის ცენტრი, ესეთ ვებსახურებით ასე ახალგაზრდებს და ბავშვებს. კათოლიკური ეკლესიის მღვდელმსახური ვარ, ეპისკოპოსის ნდობით ვარ, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის რექტორი და ამ დაწესებულებით ჩვენი ეკლესია გამოხატავს იმ ზრუნვას და ყურადღებას, რაც აქვთ ახალგაზრდების მიმართ და ხშირად მღვდლებს გვიყვარს ხოლმე იმის დათვლა, რამდენი ახალგაზრდა, რამდენი ბავშვია სამრევლოში, ხო, იმიტომ რომ გგონია რომ ჩვენი მომავალი მათზეა დამოკიდებული, ხო? და მე ჩემს თავს ვუმეორებ ხოლმე ერთი ძალიან ბრძენი მღვდლის რჩევას, რომ ფრთხილად ყურადღება, ანუ რწმენით თუ გინდა რწმენა გაზომო ადამიანში, უნდა ნახო ის ხცოვანი ხალხი, ისინი ვინც წლებია დადიან ერთგულად ყოველ კვირა და მთელი მათი ცხოვრება ამინ მოწმობს ამ მათ რწმენას, აი რამდენად ექნებათ იმათ ის ნამდვილი რწმენა, ის აისახება შემდეგ ახალგაზრდებზე, მათ შვილებზე, შვილიშვილებზე. რატომ ერთ შუა ასაკის თაობას, რატომ აქვს რწმენის პრობლემა? მათი მშობლები თითქოს მორწმუნეები იყვნენ იმ ბოლო თაობიდან. მათ ვერ გადასცეს ის რწმენა, რომელიც თავიანთი მხრივ საკუთარი წინათაობისგან ჰქონდათ მიღებული და ეს მათი მშობლების რწმენა იყო, არა მათი ნამდვილი. მათი იყო მხოლოდ რელიგიურობა. და ამიტომ დარჩა მათი შვილები, ასე ვთქვათ, ამ რწმენის გარეშე, ხო? ოკეი, კეთილი, ჩვენი უნივერსიტეტი ამ მხრივ განათლების მხრივ ვცდილობთ, რომ მივცეთ ის იარაღი ახალგაზრდებს, რომლებიც დაეხმარება მათ კარგად იცხოვრონ თავიანთი არსებობა,
კარგად შეასხან ხორცი სიცოცხლეს რომელიც მათ მიეცათ. ოკეი, კეთილი, ალბათ. დანარჩენი მე სხვა კითხვებში რა. კი, მადლობა დიდი. მეორე ალბათ ასეთი კითხვა გვექნება, რომ კითხოთ, თუ შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ, რა დამოკიდებულებაში იყავით რელიგიასთან, როცა ცოტა უფრო ახალგაზრდა იყავით. თქვენს ახალგაზრდობაში. არა, ეხაც ახალგაზრდად გამოიყურეთ, მაგრამ აი ცოტა უფრო ახალგაზრდა პერიოდში. იცით რა მიყვარს ძალიან მიყვარს ხოლმე როცა ახალგაზრდულ პრობლემებზე ასაკიანი ხალხი საუბრობთ, როცა ქალების პრობლემებზე კაცები საუბრობენ. ასე ვარ ჩვენ. იცით რა, ბავშვობიდან დავდივარ ეკლესიაში. მე სულდა 8 წლის ვიყავი, როცა ძალიან განვიცადე, რომ დღეს რომ მოვხვდე ჯოჯოხეთში მოვხვდები. ხო და იმ დღეს მოვინანიე და უფალი მივიღე ჩემ გულში და ამაზე ახალგაზრდა ჩემი თავი ვეღარ მახსენდება ეკლესიის გარეთ. ამიტომ ალბათ უფრო მადლობა. ანუ აი ცოტა უფრო ახალგაზრდულ ასაკში თქვენი დამოკიდებულება რელიგიასთან. ოკეი. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ალბათ ის ნიშანდობლივი ის მეხსიერებაში ჩაბეჭდილი მომენტები, როდესაც რომელიც არ გავიწყდება, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იმისათვის რომ დაგავიწყდეს. და ჩემ ყველაზე ადრე როგორ როდის მახსოვს მე ეკლესიის გამოცდილება. უცნაური რამაა, მაგრამ უნდა მოვუყვე, იმიტომ რომ ნამდვილია ჩემი გამოცდილება და ეს არის ის ჩემთვის პირადად იმისი მაგალითი, როგორ ღმერთის სტრატეგიის მაგალითი. ოჯახში მორწმუნე როგორც ასეთი ეკლესიური მორწმუნე არავინ ყოფილა და ბებია იყო ძალიან ისეთი სინდისიერი მკაცრი ასეთი თანმიმდევრული პიროვნება, ძლიერი პიროვნება იყო ძალიან, მაგრამ არა მორწმუნე, პარტიის წევრიც იყო ყველაფერი და ღმერთზე არასოდეს მქონია საუბარი გარდა იმისა, რომ აღდგომაზე რა თქმა უნდა საფლავებზე უნდა გავსულიყავით ყველანი და სხვა მხრივ არა, არც სანთლის დანთება და არც არაფერი სხვა, მხოლოდ მომნათლეს, იმიტომ რომ ტრაგედია მოხდა ოჯახში და ცრურწმენის გამო მომნათლეს ბავშვობაში. ოკეი. და ბებიაჩებს ერთხელ ვეკითხები, მახსოვს რამდენის უნდა ყოფილიყავი? 5-6 ალბათ არ ვიცი. მაგრამ კარგად მახსოვს ჩემი თავი. ღმერთი არსებობს მეთქი? ვკითხე უბრალოდ. და სიტყვა გაუღია და თავი დამიქნია. ის მომენტი ხო, აი არა ეკლესიური, არა მორწმუნე, თუმცა იმ ჩემთვის მნიშვნელოვანი პიროვნების ამგვარი პასუხი იყო ის პირველი გამოცდილება, რის მიხედვითაც რითაც შემდეგ მე არაერთხელ მეკითხებიან ხოლმე, არ შეგპარვია ეჭვი ღმერთის არსებობაში. არა. შენ ხარ? ხო ხარ? ხარ. შენ ხარ და ის არ არის? ესე იგი იმაზე ყოჩაღი ხარ? ღმერთის არსებობა ხო ჩვენზე არ არის დამოკიდებული საბოლოო ჯამში, ხო? ღმერთი რო არსებობს, ვინ არის ის? რა დამოკიდებულება აქვს? როგორია? რა უდევს გულში? რას ფიქრობს ჩემზე? ეს არის ღმერთთან დაკავშირებული მთავარი პრობლემა მორწმუნე ადამიანისათვის და არა ის მეცნიერულად არსებობს თუ არ არსებობს, ხო? იმიტომ რომ ხო ვიცით რომ ათეიზმი გაცილებით უფრო მეტ სიმართლეს იძახის ღმერთზე, ვიდრე მორწმუნე ადამიანები. ჭიჭყინებთ ხოლმე მასზე. ჰა? ოკეი. იმიტომ რომ თუ კეთილი, მაგრამ ეს სრულებით სხვა წავიყვანს. სრულებით არა მორწმუნე ოფიციალურად თუ გარეგნულად ისეთი ადამიანის საშუალებით ჩემთვის ისეთი სანთელი აინთო, შუქი აინთო ჩემს გონებაში და გულში, რომელიც შემდეგ ბუნებრივად ანთია და მას არ ასჭირდება ისე. რა თქმა უნდა, განვითარება მოხდა, მაგრამ ყველაზე ადრინდელი, ყველაზე ადრეული გამოცდილებას თუ მეკითხებით, დიდი მადლობა რომ ეს გამახსენეთ, უბრალოდ ნამდვილად 10 წუთით წინ რომ გეკითხათ, შეიძლება არ მახსოვდა, იმიტომ რომ ზუსტად ახლა გამახსენდა. კარგი. მადლობა, ძალიან სასიამოვნო იყო რომ გაიხსენეთ. თქვენი
ღრმა ბავშვობიდან რომ რელიგიასთან შეხება გქონდა და იცნობთ ღმერთს. აქვე ვიტყვი რომ თქვენ ორივე ახსენეთ რომ შეხება გაქვთ ახალგაზრდებთან და მინდა შემდეგი კითხვა დაგისვათ რომ აი როგორ დაახასიათებდით თქვენს ახალგაზრდებს როცა მათ რელიგიურობას სულიერ განვითარებას ადევნებთ თვალს. მე მაგალითად რადგან ტინეიჯერებთან გვაქვს ეს შეხვედრა უფრო მეტი მუშაობა ვატყობ რომ ნუ ყველა ატყობს ალბათ ახლა მე რას ვატყობ ისეც რაც თქვენ არ ვატყობთ ანუ სულ არის კონკურენცია შენი სიტყვის ღმერთის სიტყვის და სოციალური ქსელების ანუ სულ უნდა გაუწიო იმას კონკურენცია რომ გადადოს და თვალებში შემოგხედოს ეს მომენტი თუ დაიჭერ შეიძლება რაღაცას მიიტან სულ ეს ბრძოლა და ხა სულ ხშირად უფრო და უფრო ხშირად არის ეს თემა რომ იქ უნდა ვიყოთ რომ იქედან ველაპარაკოთ იქ სულ სადაც სულ არიან ეს და კიდე ალბათ ხა ყველასთვის ცნობილია იმ ახალგაზრდებში სადაც არ არის მისწრაფება სწავლისკენ ისევ ძლიერდება ეს ქურდული მენტალიტეტი და ისევ როცა ღმერთზე საუბრობ აი ღმერთის სურათი როგორც აი იურგენ არ თქვა რაღაცა ტრამერებიდან მოდის აი ღმერთის სურათი აი როგორც აი ესეთი სამართლიანი ქურდი რომელიც ზის რომელსაც უნდა სცე პატები მაგრამ არანაირი პირად ურთიერთობაში არ უნდა შეხვედრა ეზედმეტია აი ეს ისევ იზრდება და ამაზე გული წყდება ძალიან მადლობა გორასიტყვით მოვაკეთე როცა ვატყობ ხოლმე ჩემს თავს რომ ახალგაზრდებში მინდა რომ ჩემებურად იზრდებოდეს რაღაცა ხო რომ ჩემებურად და ფიქრობდეს აზროვნებდეს საუბრობდეს ხო კი არ მაკლებენ ხოლმე როდესაც მე მელაპარაკებიან ცდილობენ რომ ის მითხრან რაც იციან რომ გამიხარდება ხო მაგრამ ყოველთვის ვიცი რომ ესე იგი მე იმ მათაობას აღარ ვეკუთვნი და ესე იგი ეს ყველაფერი ფარსია ანუ არ არის ნამდვილი არ არის მართალი ხო მაშინ ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა იმას რას გამოხატავენ ახალგაზრდები მე თუ მახსოვს ის რომ მე გარედან არ შემყავს მათში ღმერთი ვაძლევ თუ არა მათ იმის საშუალებას რომ მათ საკუთარი შინაგანი სამყაროში სწორად ყოფნა შეძლონ იმიტომ რომ ეს არის ის იმ ძალადობის მიუტევებელი ძალადობის მაგალითები რასაც ნებისმიერი ინსტიტუცია და საზოგადოება ძალადობს წეგან იყო საუბარი ძალადობაზე ხო ადამიანზე რომელიცაც გონია რომ გარედან თუ კი მოახვევს რაღაცას თავზე და გარედან შეიტანს რაღაცას და იქმნება რა ახალგაზრდისთვის არის ორი სამყარო შინაგანი სამყარო რომელიც არავის არ შეესრულება ნამდვილად და ის შიგნით ცხოვრობს და გარეთ უნდა აჩვენოს უბრალოდ ნიღაბი მასკარადი გამოდის ხო რელიგია არ შეიძლება იყოს მასკარადი არ უნდა იყოს მასკარადი არადა ემართ ეს არის ის საფრთხე რომელიც ყოველ ინსტიტუციონალიზებულ საზოგადოებას ემუქრება ხოლმე ხო და რა თქმა უნდა ჩვენ ამაზე უნდა გავფრთხილდეთ რომ ეს იმდენად მწვავე ფორმებში არ მოხდეს რომ ახალგაზრდებისთვის მართლა ღმერთი ფორმალობა იყოს და იყოს ძალაუფლების ალიანსში მყოფი ვიღაცა ვინც ღმერთი იმის მხარესაა ვინც იმარჯვებს ქრისტიანისთვის ნათელი უნდა იყოს რომ ეს ამაზე დიდი სისულელი არ თქმულა ღმერთი არ არის იმის მხარეს ვინც იმარჯვებს ძველად მაშინ თითქოს ასე ეგონათ და ბუნებრივი რა ასე ღმერთი იმის მხარესაა ვინც ჯვარცმულია და წუთისოფლის ყველა ნიშნით დამარცხებულია მაგრამ მას აქვს ერთი ამ ჯვარცმულს ამ ჯვარცმულ უფალს რომელსაც ვიბრალებთ ხოლმე რომ მივსდებთ აქვს ერთი დამახასიათებელი ამე რომ იგი ერთგულია და მაინც ის რომ არის შვილი და რომ ეს არ არის ბოლო სიტყვა ჯვარზე და რომ მამა იზრუნებს და რომ მამა ის სამართლიანი მსაჯული კი არ არის რომელიც
ბოლოს და ბოლოს დაკმაყოფილი და ადამიანის ჩადენილი დანაშაულის გამო და ნახა სამართლიანად დასჯილი უსამართლო და ახლა ამის ეს ღვთისგმობა რომლისთვისაც არ ვიცი გძნობ თუ არა პასუხისგებლობას, ხო? არამედ ის მამა, რომელიც კვლავაც მამაა, ვისაც ახარებს მისი სიხარული და ადარდებს მისი სადარდებელი და ტკივა მისი ტკივილი, მასზე გაცილებით უფრო ძლიერ, რომ შეეძლოს მის ადგილას მოკვდებოდა მამა, ამას და მის და მიერთგულება სიკვდილიდან 5 წუთით ადრე კი არ უნდა იხსნას მან იგი, როგორც happy end-ებში ხდება ხოლმე, არამედ მას შეუძლია დაელოდოს სიკვდილში და სიკვდილში იხსნის მას იგი, ხო? ეს არის ქრისტიანების რწმენა, რომელსაც რა ვიცი რამდენად სუფთად გადავცემ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ელოდებიან, ხო? რომლებიც ელოდებიან პასუხს კითხვაზე, რა არის ქრისტიანობა. ამაში კი ვერავნაირ კატეხიზმოს და ვერავნაირ დოკუმენტებს ვერ გადმოიღებს და ვერ წაუკითხავს, ვერც ბიბლიიდან და ვერც ვერსაიდან, გარდა საკუთარი ცხოვრებიდან, რომელიდანაც თითოეული ჩვენგანი კვლავაც მოხმობილნი ვართ, რომ თქვათ, რომ ხო, ღმერთი ნამდვილად რა არის გასაოცარი იმაში, რომ ადამიანი ენდო ღმერთს და მან არ გაუცრუა იმედი. რა არის გასაოცარი ამაში? ეს არის აღდგომა. ეს არის აღდგომა. არა 5 წუთით ადრე, ხო? 5 წუთით ადრე, ხო? მე რაღაცი მჭირდები. ბოდიში. არა, მადლობა დიდი, ძალიან დიდი მადლობა. საინტერესოა გავაგზავნებ კითხვას ისევე ამ თემასთან დაკავშირებით. ელისო, თქვენ ახსენეთ განსაკუთრებით თინეიჯერებზე, რომ გაჯეტებში არიანო და მათი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანიაო და ყველანაირი გზა. აი, როგორ ფიქრობთ თქვენი შეხედულებით ორივესგან მაინტერესებს, რამდენად დღეს საინტერესოა და მიმზიდველია რელიგია ახალგაზრდებისთვის? რელიგიაში თუ იგულისხმება ინსტიტუტები, ალბათ რელიგია, რადგან თემა გვაქვს რელიგია და ახალგაზრდობა, რელიგიაში იგულისხმება რწმენა, ხო, ალბათ. აი, რამდენად მიმზიდველია დღეს რწმენა და საინტერესო ახალგაზრდებისთვის. სულ ამას ვამბობ. თუ ესე გამოგლეჩთ გაჯეტიდან და თვალებში შემოგხედავს, შეიძლება დაინტერესდეს. მაგრამ იმდენად საინტერესო, იმდენად აი ეს მრავალფეროვანი ეს TikTok-ები და ამები, აი ეს დროც აღარ რჩებათ. ბავშვებს, ახალგაზრდებს, ტინეიჯერებს გულისხმობ, ახლა სტუდენტები ალბათ სხვა დონის ხალხია. აი რაღაცაზე უბრალოდ დაფიქრდნენ. მაგრამ როცა მოდის გაჭირვება, დეპრესია, უიღბლო სიყვარული, მაშინ რომ მოდის ეს რაღაცა, უფრო ღია ხდებიან ჩემი აზრით საუბრებისთვის, მაგრამ საინტერესოა, რომ ზოგი ბავშვი მაინც მიდრეკილია ინსტიტუტების მიმართაც. აი ეს მაგალითად მიღებულია ესეთ მივდივართ აღდგომაზე, შობაზე, მე რა ღმერთი იქნება და არც არსებობდეს, მაგრამ ესე არის მიღებული. ასე აკეთებს დედაჩემი, ასე აკეთებს ბებიაჩემი, მეც გავყვები. და შეიძლება არც მაინც უფრო ტრადიციებს მიუყვებით. კი, ზოგის პირიქით, ახლა ტინეიჯერი მოამბოხე ხალხია, სულ რა ინტერესებთ. რასაკეთებს ბაბუდებია. მაგრამ ჩემი აზრით, პირადი შეხვედრა ღმერთთან ხდება, აი რო გადადებენ, შეიძლება რაღაცა, ვაუ. და მე ისე დაბრუნდებიან. ზუსტად ამიტომ მე სულ ამას ვამბობ და მაგრამ მარტო მე იქაც უნდა ვიყოთ. ანუ იქ რო დავიჭიროთ, სოციალურში რო დავიჭიროთ და მე უკვე გავაგზავნოთ აი ესე ძველებურად. თქვენ ასე თქვით მამაკაკი? ხო, ნამდვილად არაერთხელ დაურწმუნებული ვარ იმის სიმართლეში, რომ თითოეულ ადამიანს იმ შინაგან სამყაროში, რომელიცგანაც თუ კი არ არის ის გაუცხოებული ან და თვითონ იქ აქვს ის მთავარი კითხვები და მთავარი შიმშილი და მთავარი წყურვილი, რომელსაც უნდა თვითონ გაუსწოროს თვალი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რწმენა ჩემი პირადი საქმეა და რა გინდა დამანებე თავი. არა, სრულებითაც არა. ჩვენ ვართ იმ ინდივიდუუმების რომლებიც ერთმანეთს უზიარებს სწორედ აი ამ შინაგან
კითხვის ნიშნებს, მოთხოვნებს, შიმშილს, წეღანაც რო იყო საუბარი იმ დაცულობაზე და ყველაფერზე, ხო? ოკეი. შიშებზე იყო საუბარი. მღვდლებს ჩვენ ხშირად ინსტიტუციებზე როცა გვაქვს საუბარი, წარმატებით გამოგვიყენებია შიშის ფაქტორი, ხო? შიშის ფაქტორი. არადა შიში და ანგარება ეს არის ორი რამ, რაც სულს კლავს. ჯოჯოხეთის შიში არ ვერ დამიხსნის ვერ ჯოჯოხეთისაგან და მით უმეტეს ვერ მიმიყვანს ღმერთთან, თუკი იმ სიყვარულით არ გავავსე, რომელსაც ქვია უანგარობა, ხო? ოკეი. როგორც რელიგიის ინსტიტუციონალიზებული რელიგიის წარმომადგენელი და ეს არის ყველაზე ცუდი შეფასება, რასაც ჩემს პროფესიას შეგიძლიათ თქვათ, არის ის, რომ არ გეშინოდეს არავინ შეაშინო, არავინ დააშინო გაათავისუფლე შიშებისაგან. ღვთის მოშიშება, ცუდი უღარიბესი ენაა ებრაული და სხვა ტერმინი არ აქვს იმის სათქმელად, მაგრამ ჩვენი უნდა გვეყოს იმისი ტვინი, რომ შიშს მოვაშოროთ ეს ტერმინი, ღვთის მოშიშება, ღმერთის არ უნდა გეშინოდეს და ერთ პატაში შემოკრა. უი, რა კაია, ხო გეუბნებით, რომ ღმერთის არ უნდა მეშინოდეს, ღმერთის არ უნდა მეშინოდეს. მაშინ რისი უნდა მეშინოდეს, ხო? საკუთარი თავის, რა თქმა უნდა. მაგრამ უცებ იქვე გამინათდა ერთი კითხვა გამინათდა. ბოდიში, თქვენ არავინ აკყავთ ისეთი, ვისი დაკარგვისაც გეშინიათ? შვილები ყავდა, ოჯახი ყავდა იმ ადამიანს და ნათელი იყო, რასაც ვეუბნეოდი, ხო? რისი შიშიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, ვიღაცის ყავდეს ისეთი ვიღაცა, ვისი დაკარგვისაც გეშინია. ეს თურმე სულ სხვა შიშია, ვიდრე ის, რომ ის რაღაცნაირად მიბღვერის თვალი, ხო? თვალი. ვისი თვალია? სამკუთხედში, ხო? ვისი თვალია? ეს უნდა დაისვას, ეს კითხვა ნამდვილად უნდა დაისვას იმისათვის, რომ უდიდესი სისულელეები არ ითქვას ამ თემაზე. ხედავს, ხო? მაგრამ რა თვალით ხედავს? პოლიციელის თვალით, მოსამართლის თვალით, საჯულის თვალით, მამის თვალით? განსხვავებაა, როდესაც ის კონტროლისზე იყო საუბარი წეღან, ხო? რომ ღმერთი შენ გიყურებს შენი გულშემატკივრის თვალით, ბალერში რასაც ქვია, ხო? რომ შენი უნდა რომ გიყურებს, რომ არ ახარ მარტო, შენ შეგიძლია რომ გამოგივიდეს, ხო? ეს არის ასე იგი, ღმერთი რომელიც გიყურებს, რომ აბა დააშავე და რომ წამოგარტყა, ანდა უკეთეს შემთხვევაში, რომ აბა არ დააშავო, რომ არაფერი არ მოიწიო თავზე, აბა არ დააშავო და მე აბა როგორ გაიზრდები, როგორ შეგიძლია აღმოაჩინო, რომ იმაზე მეტი ხარ, ვიდრე გგონია, ხო? ეს ზრდის პარადიგმა ჩვენს ურთიერთობაში ღმერთთან გაცილებით უფრო სასარგებლოა ხოლმე იმისათვის, რომ ხო ახალგაზრდებზე გვაქვს საუბარი და მათ არ შეეშინდეთ თავიანთი მომავლის. იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა ყველანი მომავლიდან მოვდივართ, ხო? ჩვენ ყველანი მომავლიდან მოვდივართ, იმიტომ რომ ჩვენ ვხდებით ის, რისი იმედიც გვაქვს. ადამიანს, ზრდასრული ადამიანი ყოველ შემთხვევაში ასე მოქმედებს, რომ მე ვდგამ იმ ნაბიჯს, რაც მიმაჩნია, რომ უნდა რომ იყოს. ამიტომ ამ გაგებით მოვდივარ მომავლიდან, არა წარსულიდან. და მით უმეტეს მე არა ვარ იმ ჩემი მშობლების, ჩემი საწყალი მშობლების შეცდომების მსხვერპლი, რომლებსაც თავის მხრივ იყვნენ ბავშვები და თავის მხრივ მოსდგამთ ის ტრაუმები და ყველაფერი ის, რომელთაც სხვანაირად არ შეეძლოთ ალბათ და ჩაჭედილი ჰქონდათ ღმერთის მახინჯი ხატი, თავში ჰქონდათ ჩაჭედილი სამართლიანი, ულმობელი, უდრეკი, მარადიული, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე ღმერთის მახინჯი ხატი. ყოვლისშემძლე ღმერთი, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი თუკი ყოვლისშემძლეა, ხო? ეს ყველაფერი
უნდა გავამართლო რომ ეს მისი ნებაა და თუ მამა რომელიც უძლურიც არავინაა, რომელიც ხედავს რომ ის თავის შვილის ნაცვლად ვერ იცხოვრებს, მაგრამ შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ შეაგულიანოს რომ მის შვილს შეუძლია გახდეს უმშვენიერესი ვინმე, უმშვენიერესი რამ, ხო? არ ვიცი მე გაუგებრად თუ საუბრობ. ოკეი, ახალგაზრდებთან დამოკიდებულებაში ეს მე ყველასთან განსხვავებულად, მაგრამ ისეთი ვურწმუნდები ხოლმე რომ ყველამაც რომ მთელმა ქვეყანამაც რომ ზურგი აქციოს ღმერთს, არ იქნება ადამიანი, რომელშიც ღმერთი არ იყოს მისი ყველაზე ღრმა შინაგანი რეალობის ნამდვილი სული და ნამდვილი სიცოცხლე, ხო? რომლის გარეშეც ოღონდ ისევ ის. აი ჩვენ ერთმანეთში რო ვურთიერთობთ, ხო? ეს არ უნდა მივაკეროთ ღმერთს. აი როგორც ჩვენ ვურთიერთობთ ხოლმე ერთმანეთთან და როგორც ჩვენ მისგან უნდა ვისწავლოთ მამობა. ღმერთი მამაა, ესე იგი, ღმერთი მამაა, ესე იგი ღმერთი სვამს, ჩხუბობს და გარე-გარე დადის, ხო? არა. მამაა ის, ვისაც საკუთარ თავზე ძვირფასი ხარ შენ. იეჰოვას მოწმეებს ვეუბნები ხოლმე მათ. ხო ის მხოლოდ ძეა, მხოლოდ ზე. შენ გინდა მე იეჰოვას თვალებში შეხედო, როგორ უბედაო მას მხოლოდ ზე არ ღმერთმა თქვენი გაგებით გამოგვიგზავნა ის, ვინც საკუთარ თავზე უფრო ძვირფასია მისთვის და შენ მეუბნები რომ ის მხოლოდ ზეა, ხო? ოკეი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო დისკუსია გვაქვს. ალბათ დარბაშიც ეტყობა, რომ ამდენი ახალგაზრდის დასწრება, რომ ინტერესი არის რელიგიის მიმართ და რწმენის მიმართ, ამიტომ ახალგაზრდებსაც ცოტა მოგვიანებით ექნებათ საშუალება კითხვები დაგვისვან, თუ რაიმე კითხვები აქვთ მათ ჩვენთან და აინტერესებთ ინფორმაცია. შემდეგი კითხვა მექნებოდა ესეთი, ალბათ დღეს რო უყურებთ თანამედროვე სამყაროს და ხედავთ რომ ყავს თანამედროვე ახალგაზრდობა, თქვენც ახსენეთ ორივემ რომ განსხვავდება შეიძლება იმ ჩვენ წინა თაობისგან ან ჩვენი თაობისგან და ან სხვანაირი თაობა მოდის ეხლა და აი ამ თაობასთან, ამ განსხვავებულ თაობასთან, თანამედროვე თაობასთან, ახალგაზრდებთან როგორ ფიქრობთ, რა დიდი გამოწვევის წინაშეა რელიგია? მე მგონია რომ ყველა თაობასთან არის ეს გამოწვევა ყოველთვის. ანუ ადეკვატურობის შენარჩუნება. ანუ როცა რა ვიცი, პაპირუსებიდან ქაღალდზე გადავიდნენ, ყველა ვინც ჯერ კიდევ პაპირუსზე წერდა, ქაღალდზე გადასულებისთვის არადეკვატურები იყვნენ. ანუ ყველა თაობა, ანუ ჩვენ ვფიქრობთ რომ ჩვენ უფრო სწორად გვაკეთებთ, უფრო სწორად გვესმის, უფრო ეს არის სწორი, ეს უფრო. ანუ უნდა იყოს ადეკვატური. ანუ დრო იცვლება, მიდგომა იცვლება, ძირითადი მოთხოვნილება ადამიანის რაღაცას ეკუთვნო და უყვარდე რომ მიღებული იყო რჩება, უბრალოდ მიდგომა უნდა იყოს ადეკვატური. ანუ რაც გულისხმობს, არავინ არ უნდა თქვას რომ რწმენა არის ძველმოდური. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი მიდგომები არის ისეთი, როგორც იყო ჩემ დროს. ანუ ყველაფერი იცვლება, მიდგომაც უნდა შეიცვალოს. ანუ მე ჩემი აზრით, ხო ეს არის რა. თუ საჭირო გაჯეტებში უნდა ჩავწვეთ, თუ ტექნოლოგიები და თანამედროვე მეცნიერება გთავაზობს რაღაცას კარგს და სასიამოვნოს და რაც გვეხმარება, რომ გადავრჩეთ და ფეხის გარეშე არ დავრჩეთ, მაგალითად, არ უნდა თქვათ ეს ყველაფერი ეშმაკისგან არის, იმიტომ რომ ჩემ დროს ყველა ცალფეხზე დავდიოდით. ანუ იცვლება დრო და რაღაცა იცვლება და არ უნდა დავრჩეთ იქ. ჩემი აზრით. მადლობა. ნამდვილად რელიგიას რაც შეიძლება მართლა დაიმუქროს, ეს არის არ იყოს თანამედროვე, ანუ იყოს ან წარსულში, ან და მომავალში. ოკეი, წარსულში, იმიტომ რომ რაზეც საიდანაც მოვდივართ, იქ წმინდა ოდინდელ წერილებს ვკითხულობ და ვცდილობ რომ იქ გავაცოცხლოთ იქაურ ის წარსული, ხო, მერე შემდეგ ვიხსენებთ ხოლმე უფრო დიდებულ ეპოქას, როდესაც ძლიერები ვიყავით და აგერ მაშინ რომ ის დრო რო დაბრუნდესო. ოკეი, და ვართ აცდენილი დღევანდელობას. სასაცილონი ვართ, იმიტომ რომ გუშინდელ პასუხებს ვუყვირით დღევანდელ პრობლემებს.
და არ ესმით ჩვენი და მე თუ მკითხავთ კარგ შვებიან თუ კი არ ესმით ჩვენი არსებობს რელიგიური გამოხატულებები რომლის წინაშეც ადამიანი ვალდებულია ზურგი აქციოს მას ვალდებულია იმიტომ პირველ რიგში კათოლიკური მოძღვრებაა რომ თუ კი ვინმე გეუბნება იმას რაც შენი სინდისის საწინააღმდეგოა რომ იყოს ამბიონიდანაც და ნებისმიერ იქიდანაც საიდანაც არ უნდა ისმოდეს შენ ვალდებული ხარ შენ სინდის დაუჯერო ოკეი და ამ სინდის მე უკეთ აღზარდო და გაუნათო და დაუსხა წყალი და განბანო და ყველაფერი მაგრამ შენი ინსტანცია ეს სინდისია შინაგანი სამყარო და ეს სინდისი ხო შეგნება ხო 50 წლის წინ ჯერ კიდევ მორწმუნე კათოლიკებზე ვიძახი მე სხვასთან რა ხელი მაქვს რომელიც ზედმეტ კითხვებს უსვამდა ხოლმე თავის წინამძღვარს მოისმენდა ხოლმე ასეთ პასუხს რომ შენ რა ეჭვი გეპარება შენ ვერ ახარ ისეთი მორწმუნე როგორც უნდა იყო და კითხვების დასმა ერიდებოდა ყველა ხო აბა რომ შემოგიყვერს მღვდელი გაპარსული იქნება თუ გაუპარსავი ხო საშიშია რა ოკეი ბედის ირონიაა რომ დღეს ასე დავსდევთ ჩვენ ახალგაზრდებს რომ დაგვიშვით რა კითხვა ოკეი ეს მნიშვნელოვანი განსხვავებაა ოკეი ან მომავალში ეს კათოლოგიური მომავალი ხო და გვავიწყდება რომ ის წამი რომელიც ახლა გვიდგას ხო იტევს მთელ მარადისობას ოღონდ მართლა წამი რომელიც გვიდგას ის აწმყო წამი იტევს მთელ მარადისობას იმიტომ რომ მასშია მთელი წარსულიც რომელიც ჩემს უკან არის და მასში არის ის მომავალიც რომელიც სწორედ აი ამ წამში არის საქმე გასაკეთებელი ანუ ხო და ის თავარი საქმე რასაც ქვია რომ ღმერთს უთხრა ამინი ხო ღმერთს შეხვდე და ღმერთს ხო რატომ ვერ დროს ვართ ხოლმე აცდენილები გუშინ იყო საუბარი მაგალითად და არც მქონდა რამოდენიმე ჯერ ცდუნება რომ დამესვა კითხვა მაგრამ არ დავსვი იმ კორექტულობის გამო არსებობს მოსაზრება რომ სხვადასხვა რელიგიები ხო დღესდღეობით ცხოვრობენ სხვადასხვა ეპოქაში არ არიან თანამედროვეები და ამიტომ უჭირთ ერთმანეთს გაუგონ ხო რომ ლაპარაკია იმაზე რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ალბათ არის კონსტანტინოპოლის დაცემამდე რომ იყო ბიზანტია დაახლოებით იმ მდგომარეობაში მუსულმანური სამყაროც შუა საუკუნეების ჭრილობებს ილოკავს და შესაბამისად იმაშვება რაღაც კათოლიკურ ეკლესიას დიდი პრობლემები აქვს იმისათვის რომ თვალი გაუსწოროს დღევანდელი ნამდვილი პრობლემატურ კითხვებს და უბრალოდ არ დააყაროს ხოლმე ტყვიამფრქვევიდან თავისი გამზადებული პასუხები ყველაფერზე ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია თუმცა მხოლოდ ოკეი კეთილი რამდენად აცდენილი ვართ დღევანდელობას ეს არის ძალიან ისეთი კითხვა რომელიც გამოწვევაა ნამდვილად ჩვენთვის როგორ შეგვიძლია ეს დავძლიოთ მე მგონია რომ თითოეულმა ადამიანმა ჩვენ ერთმანეთზე ვერ გადავაბრალებთ ხო ვერც ერთი პაპი ვერ შეცვლის ვერაფერს ის ცხოვრება ჩვენთვის კათოლიკებისთვის თორე ხო და გამბედაობა რომ თუ კი ღმერთი არის თანამედროვე ანუ დღევანდელობაში აქ და ახლა მე შემიძლია სწორედ მისი მასთან ჩემი შეხვედრა გაცილებით უფრო მივაქციო ყურადღება რამდენად ვცხოვრობ მის ამ სიახლოვეში ჩემს დღევანდელობაში რა თქმა უნდა ეს არ არის პასუხი არ არის დასმულ კითხვაზე მაგრამ არსებობს სიჯანსაღის ერთი სიმპტომი ხო რამდენად ჯანსაღია ადამიანი ჩემი ღრმა რწმენით აქვს ერთი სიმპტომი არის
ერთი ავადმყოფობა ალერგია, ერთი ალერგია თუ სჭირს ადამიანს ის ჯანმრთელია. და ალერგია უნდა გქონდეს ჩვენ იოლ პასუხებზე. თუ იოლ პასუხზე, მაგალითად, როგორც ხალხს გამოუცხობთ ხოლმე იოლ პასუხებს, ხო? მღვდლებზე ვიძახით, თორე თქვენი რა ბრალია. ეს არის ძალიან ცუდი სამსახური. რთული კითხვა უფრო მნიშვნელოვანია, რომელიღაცა ფილოსოფოსის ისა ნათქვამია და მე ვერ დავიბრალებ, რომ ღმერთმა რომ გამომიწოდოს ერთხელშიო სრული ჭეშმარიტებაო, უკვე სრული ჭეშმარიტება გაცხადებულიო და მეორე ხელშიო კითხვები ამ ჭეშმარიტების შესახებო, მე კითხვებს ავირჩევო, იმიტომ რომ ჩემში ამ კითხვების გზა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გამზადებული მზამზარეული ის. იმიტომ რომ რატო მე რომ მგონია რომ მე მზამზარეული მაქვს ჯიბეში მიდევს ან და რომელიღაცა წიგნში მიწერია ის რაც არასოდეს არ იცვლება. ხო მე ამ წიგნს ვიღებ და ვურტყავ ხოლმე თავში იმას ვისაც არ უნდა ამისი გაგება და მიღება ან და შეგნება ან და პირველი მომხსენებელი იყო გუშინ ბრძანა ძალიან კარგად. ღმერთი ყოველთვის მუდამ ერთია, ხო? და მისი სიტყვა მუდამ ერთია. იცვლება ეპოქებში ჩემი პასუხები. მესმის რაც ბრძანა, მაგრამ მე შეუტრიალებდი და სწორედაც რომ ჩემი პასუხები, ადამიანის პასუხი არის ღმერთზე მუდამ ერთნაირად ორჭოფული, მუდამ ერთნაირად სუსტი და გაურკვეველი. თორე ღმერთის გამოცხადება დიახაც რომ მუდამ იზრდება, მუდამ ნათდება. იმიტომ რომ ბიბლიაშიც ეს არის თანდათანობითი გამოცხადება და ჩემთვის მე-21 საუკუნის ქრისტიანისათვის უნდა იყოს ნათელი, რომ მე მოციქულებზე უკეთ მესმის სახარება. მიუხედავად იმისა, რომ მათ რწმენაზე ვდგავარ. იმიტომ რომ მე მაქვს 20 წლიანი, 20 საუკუნოვანი რეფლექსია და ცხოვრება იმ რწმენისა, რომელიცაც ქვია ეკლესია. იმ ეკლესიას, რომელსაც მე ახლა არ დავიწყებთ აქ ეკლესიაზე საუბარს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია, რომ ხო, მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი არ აგვერიოს ჩვენს წარმოდგენებში მასზე, ხო? ოკეი, ბოდი. არა, ალბათ თანხმდებით, ხო, როგორც კათოლიკები, პროტესტანტები და ვიტყოდებათ მართლმადიდებლებიც, რომ გამოწვევის წინაშე ვდგივართ. ეს გამოწვევა გვაქვს ან თანამედროვე ახალგაზრდებთან და ჩვენც უნდა ვეძებოთ პასუხები ამ გამოწვევაზე, რას როგორ უპასუხოთ და ძალიან კარგია და სასიამოვნოა, რომ ან მზა კითხვებს პასუხები არ უნდა იყოს, უნდა იყოს და კითხვის დასმის უფლება უნდა გქონდეთ ახალგაზრდებს, რომ მოისმინონ, გაიგონ ამომწურავი ჭეშმარიტი პასუხები და აი ამასთან დაკავშირებით ალბათ ჩემთვის ბოლო კითხვა მექნებოდა და მე დარბაზში გადავალ უკვე და დარბაზს ვკითხავ თუ ექნება კითხვები რა შეიძლება გააკეთოს ეკლესიამ ის რაც ჩვენ ვისაუბრეთ რაც თქვენ ისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით რომ რა შეიძლება გააკეთოს ეკლესიამ რათა შეინარჩუნოს ახალგაზრდობა რომ არ დაკარგოს ახალგაზრდობა თუ აი თუნდაც ის მაგალითად რომ ახალგაზრდებს კითხვები უშდება და გამოვიყენებთ თქვენ სიტყვას რომ მღვდლებს მზა პასუხები აქვთ რომელიც შეიძლება არ არის მისაღები მისთვის და არ არის სრულყოფილი და წავიდეს სხვაგან ან საერთოდ წავიდეს. აი რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ როგორ ფიქრობთ თქვენ რომ შეინარჩუნოს ახალგაზრდობა? მე ახლა არ ვიცი ეკლესია რა უნდა გააკეთოს, მაგრამ ამის წინ წიგნი წავიკითხე. სადაც იყო კვლევის შედეგი რა და კვლევაში იყო გამოვიკითხეს 10,000 ახალგაზრდა ადამიანი რომელიც დადიოდა ეკლესიაში და პოსტინეჯერო დროს დატოვა ეკლესია ან დარჩა. ანუ 10,000 ადამიანი მოვიკითხეს ამერიკაში და ეს კითხვა დაუსვეს. და აღმოჩნდა რომ უმეტესობა თუ ვინმე დარჩა ეკლესიაში, ანუ არ ნიშნავს რომ ახლა პირადად ზეციდან შობის მომენტი ეს პირადი ურთიერთობა, მაგრამ ინსტიტუტში დარჩა. აღნიშნავს ორ რაღაცას. იყო მყავდა მეგობარი ეკლესიაში ანუ და მყავდა ადამიანი რომელიც რეგულარულად მეკითხებოდა ეკლესიაში როგორ ახარო და ვინც წავიდაო ძირითადად ყველამ თქვაო არც მეგობარი მყავდაო და არც არავის მაინტერესებდიო და ეს გამოკვლევა რაღაცას ამბობს რომ ადამიანი რო დარჩეს აი ამ თემში რა თქმა უნდა პირად ურთიერთობაზე ღმერთთან არ ესაუბრეს პირადია და ვინ როდის შეხვდება მნიშვნელოვანია თემში
იყოს ინტერესი ტინეიჯერის მიმართ. ანუ რას გულისხმობ? ტინეიჯერი როცა მოდის, შეიძლება ჩვენ ეკლესიებში, თქვენ ეკლესიებში არ ვიცი, მაგრამ ბოლო რიგში ჯდება, ტელეფონს ამოიღებს, ხადაგების დროს თავის TikTok-ებს უყურებს. ეს რა თქმა უნდა ნერვების მომშლელია გვერდით მჯდომ ბებოსთვის. ხო, რა თქმა უნდა. და აი ამ შემთხვევაში ტინეიჯერი უცნაურ პრეჩოსკი დადის თუ ბიჭია თუ გოგოა ზედმეტად მოკლედ ამოდის და ეს ყველაფერი იმდენად ანუ აღარ არის ის მომენტი რომ აი ესეთი როგორიც არის აი ეს ხო გადამტეხი ეს ხო ცოტა დრო არის ხო ანუ მე 19 წლის რო ხდება უკვე უბრუნდება ადეკვატურობას მაგრამ აი ეს მომენტი ის დრო როცა ძირითადად თუ ვინმე მიდის აი ამ დროს მიდის აი ტინეიჯერობა რო ეწყება და თუ 18 წლამდე არ წავიდა 19 წლამდე თუ არ წავიდა შანსი არის მეტი რომ თემში დარჩება ანუ აი ეს მომენტი ისეთი როგორიც არის აი ეყოლება მეგობარი თავისნაირი ეყოლება უფროსი ადამიანი რომელიც თუ მივა იმიტომ რომ უყვარს აინტერესებს და არა იმიტომ რომ თქვას ეს რა კაცვია როგორ შეიძლება მსახურების დროს ტელეფონში იჯდე ამ ხელა პასტორი გიყურებს ჩემი გამოგულება რა ესე ეწერა და რო ვაკვირდები ხალხს ირგვლივ მგონია რომ სავარაუდოდ ესეა მადლობა დიდი კვირასწრეთ ორივე ხელით ვეთანხმები ნამდვილად ვერაფერს ვერ დავიტყვი უკეთეს აღნიშნავდი ერთ-ერთ რამეს არათანამედროვე თუ ვართ ეკლესია ვლინდება იმაშიც რომ ჩვენ გგონია რომ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში სადაც საზოგადოება განსაზღვრავდა თითოეული მისი წევრის ცხოვრებას ხიზაბავრაში ჩემი უზარმაზარი ჩვენი ზომებით ძალიან დიდი ტაძარია სოფლის კვალობაზე და დიაკვანი რომ მეუბნება ხედავ რა ხელა ტაძარია სოფლის პროპორციული ტაძარია და ეს რო ივსებოდაო ხო იმიტომ რომ ხალხი თუ არ ივსებოდა არავინ არ ააშენებდა იქ ეკლესიას და მაშინ დავფიქრდი რომ მაშინ აბა მამაშენიშვილი იყავი და არ წასულიყავი წირვაზე ჰა საზოგადოებაში ყველა დადიოდა და მხოლოდ ის ვინც აშკარა მტერი იყო მოწინააღმდეგე იყო ან და რაღაცა მიზეზის გამო იყო გარიყული საზოგადოებისაგან ის არ დადიოდა ეკლესიაში ახლა ჩვენ თუ გონია რომ დღეს არის რაიმე ძალა იმისათვის რომ ასე დარაზმოს მთელი საზოგადოება და ატაროს ყველას თავისი მრევლი ვინც ახავს ხო 100%-ით რომ გამოცხადდნენ წირვაზე და შეასრულონ ის რასაც ქვია ხო არ არსებობს ასეთი ძალა ვართ განსხვავებულ ეპოქაში და არათანამედროვეობას აცდენილები ვართ თუკი ასეთი მოლოდინები გვაქვს ჩვენ ოკეი მაშინ მივხვდი რომ გაცილებით უფრო სწორია შენ იმუშაო და აჩვენო უთხრა შენი სიტყვა და გაიხარო იმ ხალხით ვინც იქ გყავს ვიდრე იმაზე დაუწყო ჩხუბის ხვები სად არიანო ხო რა ვიცი ხვები გარდა იმისა რომ კომიკურობის მწვერვალია როდესაც არის ქვეყნები სადაც მღვდელი იმ მოხუც ქალბატონებს უკითხავს ნოტაციებს ახალგაზრდების ზედმეტად აღვირახსნილი ცხოვრების გამო და იმათ უკვე ჩვენას გვერდშისო არა ჩვენას გვერდშისო ოკეი კეთილი ეს ამას ვიტყოდი მხოლოდ რომ თუ კი არის ის საზოგადოება რომელიც საკრებულო რომელიც გრძნობს რომ მამის სახლში მისვლა არ უნდა დაგეზაროს მამის გაშლის უფრაზე წიხლის კვრა არ მოსულა იმას ვისაც ახსოვს რომ ღმერთთან რომ მოდიხარ წირვაზე მისვლით თუ ლოცვაზე თუ მსახურებაზე მისვლით ღმერთი რა შვება სუფრას გიშლის ზუსტად ისევე როგორც ბებიაშენთან რო ჩახვალ სოფელში დიდი ხნის უნახავი რომ დაფაცურდება ხო ოკეი ოკეი იმიტომ რომ წირვა ის ტრაპეზია რომელსაც სწორედ ამგვარი განზომილება აქვს ერთად შეკრებილი ოჯახის ერთად გატეხილი პური რომელიც ესაუბრებიან ერთმანეთშიც საუბრობენ სახლის უფროსაც ანუ ღმერთს ესაუბრებიან მისგან ისმენენ სიტყვას ეს განსხვავებული რამაა გარდა ვიდრე ის რელიგია ქრისტიანობა არის რელიგია რომელიც ტოვებს რელიგიას ანუ ქრისტიანული სარწმუნოება ყოველთვის თუკი თავის ერთგულია ყოველთვის
უნდა იშორებდეს რელიგიურობის ელემენტებს. იმიტომ რომ ის მას მხოლოდ და მხოლოდ ბოჭავს იმ გაგებით რომ აკნინებს მის მესიჯს, ხო? მის სათქმელს. ამცირებს. ოკეი. ოკეი. ძალიან დიდი მადლობა თქვენი საინტერესო პასუხებისთვის, მაგრამ ალბათ უფრო საინტერესო იქნება მოусმინოთ დარბაზს. და დარბაზში მყოფ ახალგაზრდებს თუ აქვთ ვინმეს რაიმე კითხვა, ბოლო შეპასუხება თუნდაც თუ აქვს ვინმეს შეგვიძლია დაუთმოთ მიკროფონი მე ვიზავ მაგას. მოგესალმებით. დღეს 13 ნოემბერია და მე ზუსტად არ ვიცი ფორუმის ორგანიზატორებმა რა მიზეზით შეარჩიეს ეს დღე. ტატა აქ არის? არ ვიცი. 13 ნოემბერი. შემთხვევით თუ შემთხვევით, თუმცა ქრისტიანებს არ ჯერათ არც ბედისწერის, არც შემთხვევის, არამედ პროვიდენციალური ნების განგებულების 13 ნოემბერს 1670 წლის წინ თაგასტაში დაიბადა ადამიანი, რომელსაც ეკლესია მოწოდა მადლის მოძღვარი. მე ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, წმინდა ავგუსტინეს. და ჩემი შეკითხვა უკავშირდება, გილოცავთ ყველას მისი დაბადების დღეს, თუმცა ეკლესიაში აღსრულების დღეს აღნიშნავენ, მაგრამ სეკულარულად შექმნა არაფრით არ არის ნაკლები გამოსყიდვაზე. გეთახმებით, მაგრამ ტრადიციულად აღსრულების ამ ქვეყნიდან გასვლის დღე აღენიშნება. თუმცა 13 ნოემბერს მოევლინა დიდი ადამიანი ამ ქვეყანას და ჩემი დიშვილი სხვათა შორის მასაც ულოცავ. გურამი ქვია, ავგუსტინესგან განსხვავებით. ერთი სიტყვით დიდი დღეა დღეს. ალბათ დღევანდელი ქრისტიანული თეოლოგია ამ პიროვნების გარეშე არ ვიცი როგორი იქნებოდა, როგორი მწირი. ცნობილი ისტორიკოსი ჰეგლუნდი თავის წიგნში თეოლოგიის ისტორია ხაზს უსვამს მისი ღვთისმეტყველების ცენტრში რამოდენიმე ასპექტია მოცემული. ერთი ეს არის ეკლესიოლოგია, წმინდა სამების შესახებ დოგმატი. ეს არის სოდვამადლის შესახებ მოძღვრება პელაგიუსთან დაპირისპირების შედეგად აღმოცენებული დონატუსის წინააღმდეგ დაპირისპირებაში აღმოცენებული ეკლესიოლოგია და აგრეთვე ნეოპლატონიზმი და ქრისტიანობა, მოგეხსენებათ ავგუსტინე ქრისტიანობაში მოექცა პლოტინის ფილოსოფიის ზეგავლენით. და მეცაც ვიტყვით, რადგანაც დღევანდელი ფორუმი დაკავშირებულია ალბათ პროტესტანტობასთანაც არის ხო რაღაცნაირად დაკავშირებული. პროტესტანტობა და რეფორმაციაც ვერ იქნებოდა ავგუსტინეს გარეშე, არა მარტო იმით, რომ ფორმალურად ავგუსტინელი იყო რეფორმაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მარტინ ლუთერი, ავგუსტინელი ბერი იყო, არამედ მოძღვრება ზოგიერთი მეცნიერი შეფასებით რეფორმაციის ღვთისმეტყველება ეს არის ავგუსტინეს მოძღვრების რეინკარნაცია, მისი გამარჯვება. სხვა არაფერი რო ვთქვათ, ლუთერის, კალვინის ნაწერებში ორივე ერთხმად გაიძახის წმინდა ავგუსტინემ ასე თქვა, წმინდა ავგუსტინემ ისე თქვა, წმინდა ავგუსტინე ამას ამტკიცებს და ასე შემდეგ. ჩემი შეკითხვა უკავშირდება, რა თქმა უნდა, დღეს 13 ნოემბერია წმინდა ავგუსტინეს და აი ამ თემას წმინდა ავგუსტინეს ყავდა შესანიშნავი დედა, წმინდა მონიკა. ისიც წმინდანად არის შერაცხული ეკლესიაში და თავის ცნობილ ნაშრომში კონფესიონეს ახსარებანი ძალიან დეტალურად აღწერს ურთიერთობას, რომელიც წარმოიშვა, რომელიც იყო მასსა და დედას შორის. მამა ყავდა ურჯულო, წარმართი, უღმერთო, რომელიც შემდეგ მოექცა, მაგრამ დედაზე საუბრობს ძალიან ბევრს და პრაქტიკულად აბრალებს, კარგი გაგებით სიტყვა აბრალებს დედას მის მოქცევას. ძალიან მორწმუნე დედა ყავდა. ეს არის ყველაზე წაკითხვადი წიგნი ავგუსტინესი მოგეხსენებათ, ალბათ არ არსებობს ქრისტიანი, რომელსაც არ წაუკითხავს ეს წიგნი, მე ვიძახი კონფესიურად.
იქნებოდ მართლმადიდებელი, პროტესტანტი, კათოლიკე და ერთადერთი შეგრძნება როცა ამ წიგნს დაასრულებს ადამიანი 13 თავისგან, 13 წიგნისგან, უძველად ამბობდნენ ეს შრომა შედგება, ერთადერთი სურვილი გეუფლება ადამიანს, მოდი კიდევ ერთხელ წავიკითხო. კიდევ ერთხელ წავიკითხო. იმიტომ რომ აქ არა მარტო პირად ცხოვრებას ვეცნობით პიროვნებისა, არამედ თეოლოგიას. და ერთი პასაჟი არის აი ამ წიგნში, აღსარებანში, რომ დედამისი იყო მოკლედ ძალიან განიცდიდა ავგუსტინეზე, აღულობდა და ერთ მღვდელთან მივიდა, ეუბნება წამოდი ჩემშვილს რაღაცა გააგონეო, ავგუსტინე 10 წელი მანიქეველთა სექტაში იმყოფებოდა. დედამისი განიცდიდა ძალიან ამას, აცდენილი იყო ქრისტიანულ გზას, ეს 354 წელს დაიბადა, უკვე ქრისტიანობა გავრცელებული იყო, მაგრამ თლად ყველგან არა. და იმას წირვა დაამთავრა, არეცალა, ეს თხოვდა, წამოდი, ბოლოს და ბოლოს თქვა თავი დამანები, აღარ მინდა წამოსვლაო. აი როგორც დღეს ხდება ხოლმე რომ მრევლში მიდიან და პასტორო წამო ჩემშვილს რაღაცა უთხარი რა, ორი სიტყვა მაინც უთხარი, შენ რო ეტყვი რომ აი მოვა ქრისტიანი გახდება, თითქოს პასტორს ამ მღვდელს რაღაც სასწაულებრივი მაგია გააჩნია, ჯადოსნური ჯოხი აქვს, რომ მივა თავში ჩაარტყავს და გააქრისტიანებს. და ამ მღვდელმა უთხრა წმინდა მონიკას ასეთი რამ, რომ შენ აი ამ ადამიანს რომელზეც მთხოვო, იმისთანა დედა ყავსო, რომ შენი დედის შემხედვარი შეუძლებელია ეს ადამიანი რწმენაში არ მოექცესო. წადი მშვიდად, არ უნდა ჩემი იქ მისვლა. არც მივიდა და მართლაც მონიკას ლოცვებით, მონიკას ძალისხმევით მოატყუა კიდეც დედა, როცა ევროპაში წავიდა, სხვაგან მივდივარო, გახდა ის მორწმუნე. ჩემი შეკითხვა არის ძალიან კონკრეტული. ოღონდ წმინდა ავგუსტინესა და წმინდა მონიკას ურთიერთობის კონტექსტში და ჭრილში. ძალიან კონკრეტული შეკითხვა და თუ შესაძლებელია კონკრეტული პასუხიც რომ თქვენ გაგვიზიაროთ. რა უნდა ქნან მორწმუნე მშობლებმა? ან მშობელმა ავგუსტინეს შემთხვევაში ერთი ყავდა მორწმუნე, მეორე არ ყავდა. იმისათვის რომ შვილებიც, ახალგაზრდა თაობაც, მომავალი თაობაც ჭეშმარიტების გზაზე, ანუ ქრისტიანობაზე, თუ ქრისტიანულ პერსპექტივით ვიტყვით, დადგნენ ისინი და გააგრძელონ გზა, რწმენის გზა, იყვნენ რწმენაში, არ მოსცილდნენ, არ მოსწყდნენ ამ რწმენას, დარჩნენ ამ რწმენაში, რა უნდა გააკეთოს მშობელმა, ან მშობელმა 1 2 3 4 აი ესეთი შეკითხვა დავუშვათ გარდა იმისა, რომ ლოცულობდეს, ყველა ლოცულობს ალბათ და ყველას უნდა შვილი იხილოს მასთან ერთად სასუფეველში. მაგრამ ყველას არ ყავს, თქვა წმინდა მონიკასნაირი დედა. ეს ერთი და მეორე შეკითხვა, როგორ ხსნით აი ამ პარადოქს, ამ ფენომენს, როდესაც ყოველთვის არ მუშაობს ეს ანდაზა დედა ნახე, მამა ნახე და შვილი მერე გამონახე. ანუ, როდესაც არის ასეთი რამ აღებული, აპრიორი, რომ თუ მშობლები არის მორწმუნეები, შვილებიც აუცილებლად მორწმუნეები უნდა იყოს. ხშირად ასე არ ხდება. მაგალითად, ფრიდრიხ ნიცშე დაიბადა პასტორის ოჯახში. მისი მამა იყო პასტორი. კაცი, რომელმაც ომი გამოუცხადა, როგორ გამოუცხადა ღმერთს, ყველამ კარგად იცით, რომელსაც ეკუთვნის ეს საოცარი ფრაზა, ერთადერთი ქრისტიანი გვყავდა კაცობრიობას და ისიც ჩვენ მოვკალით. და ეს ნიცშეს მაგალითი არა, ბიბლიაშიც უამრავი მაგალითია, ხო? ღვთისმოსავ მეფეს ხისკიახუს რა მამა ყავდა, საშინელება ყავდა, მაგრამ ხისკიახუ როგორი მეფე გამოდგა. იოშიას ისტორია და უამრავი ასეთი ისტორია. ან და მაგალითად იოსები, დედა გარდაცვლილი ყავს, არა ყავს. მამა შორს ყავს. ოჯახის წევრები როგორებიც აღმოჩნდნენ, ყველამ ვიცით, ძმებმა რა გაუკეთეს. უცხო ქვეყანაში აღმოჩნდა მისთვის მიუღებელ კულტურაში, ეგვიპტეში. ეკლესია არა, ბიბლია არ აქვს, დედა არ ყავს, მამა არ ყავს, ძმები არ ყავს და 17 წლისაა, სისხლი უდუხს. ქალმა დაადგა თვალი სამსახურში. ყველა დღე ძალადობდა მასზე დაწექი ჩემთან და შემდეგ გარბის და ამბობს ასეთ სიტყვებს, როგორ შემწოდო მე ღმერთსო. ანუ რაღაც შორს მოწყვეტილი რელიგიას, ეკლესიას, ბიბლიას, ყველაფერს ასეთ ღვთისმოსაობას იჩენს და პარალელურად მოსი ავითარებს ისტორიას, ეს ხო შესაქმის წიგნშია, მისი ძმის იუდასი, რომელსაც მამაც ყავს, დედაც ყავს, ეკლესიაც
ყველაფერი ძმები, დები და რა აღვირ ახსნილ ცხოვრებას ეწევა, რას უშვება, როგორ ცხოვრობს თამართან ურთიერთობას გულისხმობ, აი ეს ორი განსხვავებული სახეა. ანუ კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ ჩემი შეკითხვა. პირველი, რა უნდა გააკეთონ, აი პრაქტიკულად როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რა არის საჭირო, რომ შვილები იგივე ქრისტიანულ გზას დაადგნენ, მათ ეს ძალიან სურდა და მეორე როგორ შეიძლება აიხსნას ეს ფენომენი, როცა ძალიან ღვთისმოსავ მშობლებს შეიძლება ყავდეს ძალიან უღმერთო შვილები და საპირისპიროდ ძალიან უღმერთო მშობლებს შეიძლება ყავდეს ძალიან ღვთისმოსავი მშობლები. დიდი მადლობა. სხვათა შორის ვარლამ ორ ბიჭს ვზრდი მე და აი ზუსტად ამ კითხვაზე ვფიქრობდი ბოლო დროს, ამიტომ მოვიმარაგე რამდენიმე წიგნი, რომ მე ისა არ ვინანო, როცა გაიზრდებიან, ზუსტად ამაზე ვფიქრობდი და სულ ამას ვფიქრობდი ეკლესიას რო გადახედავ, ნახევარზე მეტი მაინც არის ურწმუნო მშობლების შვილები. ანუ ზუსტად ასეა რა, ანუ სრულიად არ არის დამოკიდებული ჩემ რწმენაზე, ანუ იცით ხანახან რას ვფიქრობ, აი ეს чувство вины აი დანაშაულის გრძნობა, როცა შენ ხარ კარგი მორწმუნე და შენი შვილი არ გახდა მორწმუნე. ისე ვითომ ადამიანის გადარჩენა სხვა ადამიანის ხელში იყოს. და ამავე დროს სხვა წიგნი წავიკითხე, რომელიც ისევ ამბობს რატომ არის რომ მორწმუნე. აგვისტინეს რა თქმა უნდა წავიკითხე, კიდე კაი წავიკითხე, თორე ხო შეწყვებოდა ეხლა. არა, სხვა წიგნი, რომელიც ზუსტად აი ამ კითხვაზე სვავს ცდილობს რომ უპასუხოს. ანუ ჩვენ როგორ მშობლები ის წიგნი ესე გვამხნევებს. არ ვითამაშოთო ქრისტიანობაო. ვიაროთო ისე როგორც ვამბობთო, ანუ პასტორი თუ ხარ, მაგალითად ამსახური რო ხარ, გარე და ლამაზი და კარგი და ყველა სხვა შვილს ეხუტები და შენ შვილისთვის დრო არ გაქვს, ხო? ანუ ესეთი, ანუ შენ გააკეთე ის რაც საჭიროა, იყავი მართალი, იყავი ერთნაირი ყველგან, ეცადე, იყო სამართლიანი, ანუ ვოქიოროთ ოქ, რასაც ქვია, მაგრამ აი ეს არა იყო შენ თავზე იმის ფიქრი, რომ ვიღაცის გადარჩენა შენ ხელშია. მოვა დრო ის 18 წელი, როცა ყველა მიდის აი ამ ასე წოდებულ სულიერ მოგზაურობაში. შენთან დაბრუნდება, თუ სხვაგან დაბრუნდება, ეს უკვე ჩვენ ხელში აღარ არის, ხო? ანუ დგება მომენტი, როცა დედაზე მეტი გახდება მეგობარი, ძმაკაცი, შეყვარებული და შენი სიტყვა სიძალა აღარ ექნება, ეს დრო მოდის ყველა ცხოვრებაში და ანუ მე ჩემთვის ახლა ორ ბიჭზრდი და ესე ვფიქრობ, მე ვარ ვინც ვარ, ვცდილობ ვიყო ისეთი როგორიც ვარ, სხვა ბავშვებთან და ჩემ ბავშვებთან ასახში, მაგრამ დრო როცა მოვა და ვცდილობ რომ რა ვიცი, ვნახო რომ კარგი მეგობრები ყავს ეკლესიაში და ადის არასდროს, მაგრამ დრო როცა მოვა, თავის გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს. ანუ შეხვდება ღმერთს, მიიღებს ღმერთს, ზეციდან იშვება, ანუ მე არავის გადარჩენა არ შემიძლია. ანუ თუ ჩემი შვილი არ გადარჩა, ესე იგი ჩემი ბრალია? ჩემი მეუღლეს ბრალია? ან თუ ვიღაცა გადარჩა ურწმუნო ათეისტი შვილია, იმიტომ რომ მამისი კაი კაცი იყო? ეს მხოლოდ მისი და ღმერთის ურთიერთობა. ჩვენ შეგვიძლია მეტი ვილოცოთ, ანუ ხა ყველა შეიძლება ვიღაცა ცხოვრებაში მონიკა იყო დედა, შეიძლება მონიკა იყოს მეზობელი, შეიძლება იყოს მასწავლებელი საკვირაო სკოლის, შეიძლება იყოს კლასელი, რომელიც ზეგავლენას მოახდენს. არასოდეს არ ვიცით. ანუ რამ თავარი ჩემ ცხოვრებაში მონიკა ბებია ჩემი იყო მაგალითად. ანუ ჯერ ბებია ჩემი მოვიდა ეკლესიაში, მე მომიყვანა, მერე დედა ჩემი მოვიდა მაგალითად, ხო? ანუ ყველას თავისი მონიკა ყავს. ხო, ამით დამიშვიდა ჩემი თავი, ანუ მე ჩემს გავაკეთებ და ჩემი ბიჭები მერე ეს უკვე ღმერთის ხელშია. მოგველისო. ზოგს მონიკა საერთოდ არ ყავს და მაშინ სული წმინდა მოქმედებს, ისე როგორც მოქმედებს. დიმათ. ოკეი. ინათ რომ დაამატოთ რამე მაგიკი. ეს არის კითხვა, რომელზე ნებისმიერი ამომწურავი პასუხი მხოლოდ და მხოლოდ შეუგნებელ თავხეთს თუ შეუძლია რომ მოუნდეს რო გქონდეს, ხო? მე არა მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, მით უმეტეს რომ და მე თავს ვიმშვიდებ იმითი, რომ ეს სწორია, რომ ის საიდუმლო, რასაც საიდუმლო მისტერიუმ, რაც თითოეული ადამიანის არსებობა დარჩეს ამ მისტერიუმად, ანუ საიდუმლოდ, იმ ღვთის საიდუმლო განგებად, რომელიც ჩვენ არ გვეკითხება, როგორ გაგვიხარდებოდა, რომ ჩვენი შვილები იყვნენ. ის რომ თაობებს შორის ჯანსაღი კონფლიქტი არის და ეს არის ჯანსაღი მოვლენა, როდესაც შვილები აჯანყებითაც კი გამოხატავენ
თავიანთ პროტესტს მშობლების მიმართ, იმიტომ რომ საკუთარი მე უნდა აღმოაჩინონ, საკუთარი ხასიათი უნდა აღმოაჩინონ, არის აუცილებელი იმისათვის, რომ შემდეგ რომ გადავა ის ამ აჯანყების პერიოდი დაუბრუნდნენ ასევე კიდევ უფრო ძლიერად მოსიყვარულე მშობლებს, თუნდაც ხო, მშობლებთან დამოკიდებულებაში თუ განვიხილავთ და კიდევ უფრო უკეთ შეიყვარონ, არა იმიტომ რომ მათი მოლოდინების და მათი ოცნებების და მათი გეგმების რეალიზება შეძლეს, არამედ იმიტომ რომ საკუთარი თავი იპოვეს. ამ საკუთარი თავის პოვნაში ჩვენ გინდა მშობლებს, გინდა პასტორებს და ანუ საკრებულოებზე, თემებზე პასუხისმგებლებს, ხო? უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ისინი არ უნდა გვიმართლებდნენ ჩვენ მოლოდინებს. ისინი არ არიან იმისათვის, რომ ვიღაცის მოლოდინი გაამართლონ. მეტიც, თითოეული არის დედანი, ორიგინალი. და საზოგადოება მათ აქცევს ასლად, კოპიოდ, ხო? ღმერთის წინაშე ამაზე დიდი დანაშაული მითხარით თუ რამე არის. როდესაც ღმერთმა თავისი ღვთიური ნაწილაკი, ხო? განუმეორებელი ნაწილაკი, თავისი სიტყვა, თავისი ჯერ არ თქმული და სხვის მიერ ვერ სათქმელი სიტყვა ჩადო ადამიანის არსებობაში და ეს ადამიანი შვება წელებზე ფეხს იდგამს, ოღონდას რომ თავისი უფროსების თუ თავისი მშობლების თუ თავისი საზოგადოების თუ ხელისუფლების საამებელი სიტყვა თქვას და არ ამბობს იმ სიტყვას, რომელსაც ღმერთი მოელის მისგან. ამ შემთხვევაში ეს არის მე საუბრობ თითოეული ადამიანის ერთადერთობაზე და განუმეორებლობაზე, ხო? რომლის მსახურიც არის ყოველი მშობელი, თუ კი მშობელის სახელი უნდა რომ ჰქონდეს, ხო? რა თქმა უნდა რომ იყო ეპოქა, როდესაც თაობებს შორის ასეთი მკვეთრი დაპირისპირება არ იყო ხოლმე, ასეთი ნათელი არ იყო. ასეთი ნათელი არ იყო, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ ერთხევად საზოგადოებაში ვცხოვრობთ, გუშინ რო იყო ახსენეს აქ და მუდმივ ცვლილებების პირობებში ვცხოვრობთ, ხო? ოკეი. ოდესღაც იყო საზოგადოება, რომელიც უფრო წინასწარ განჭვრეტადი იყო, ჩემი შვილი როგორ უნდა მოქცეულიყო იმისათვის, რომ საზოგადოებაში თავისი ადგილი დაემკვიდრებინა და საზოგადოების მხრიდან აღიარება მიეღო, ხო? მე მხოლოდ ამას ვიტყოდი, რომ ეს არის ჯანსაღი, თუ კი შვილი საკუთარ თავის აღმოჩენაში, თუ კი არ გახსოვთ თქვენ ბავშვობაში ამ დროს ეს არ არის იოლი და ეს ძალიან მტკივნეული რამ არის შიშებთან დაკავშირებული და ყველაფერი ძალიან შეწუხებული ადამიანი მოზარდი ამ პერიოდში, ხო? მას სჭირდება ის რომ რაც არ უნდა ყირაზე რომ დადგე, საერთოდ რომ ამიტრიალო ყველა გეგმა, ყველა მოლოდინი, ხო? მე ერთადერთ რამეს ვერ შეძლებ, რომ მე შენ გულიდან ამოგიშალო. ეს არის ერთადერთი ის, რისი დამოწმებაც ევალებად, ასე ვთქვათ, თუ შეუძლია მშობელს, ხო? იმისათვის რომ სწორედ ის უპირობო სიყვარული არ იყოს ფარსი. იმიტომ რომ ჩვენ კი ვამბობთ, რომ ხო რა თქმა უნდა ღმერთის უპირობო სიყვარული, მაგრამ აბა შენი ბევრი იხტუნავე, მაშინვე თავში წამოგარტყავს ჩემი ხელით ღმერთი, ხო, თუნდაც. ოკეი, შესაძლოა, მაგრამ გარკვეულ დონემდე. იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვამჩნევთ, რომ ჩვენ შვილს ამგვარად უნდა მოვემსახუროთ, შეიძლება ვაგრძნობინოთ ჩვენი მტკიცე ხელი. როდესაც ვატყობთ, რომ ტყუილებს ეჩვევა, ოკეი? მაშინ უნდა იყოს რაღაცა ძალიან ისეთი, რაღაცა რომელიც შენ ტყუილს ვერ გამოყვება მამის მოსიყვარულე ხელი, ხო? თორე საბავშვო ბაღების აღმზრდელები, მასწავლებლები, გარდა რო არ ვილაპარაკოთ მშობლებზე, CSKO-ში რეებს შვებიან.
თქვენ რა ეს სიმპტომურად არ გეჩვენებათ, როდესაც თვალთმაქცობის აღზრდისას ვერ ეხმარება მშობელი შვილს, რომ გამოვიდეს თვალთმაქცობის რეჟიმიდან, რომ იყოს თუ არ წაგასწრეს შეკრჩა. ოკეი? ეს არის აღზრდა, რომელსაც ბავშვობიდან ვღებულობ, ჩვენ მე პოლიტიკურზე ხوار გადავედი. ხო, ამიტომ და გაგაწყვეტინე. არა, ბოდიში, მაგრამ ის ძალიან მერწმუნეთ, პასუხი რომ მქონდეს გეტყოდით. პასუხი მაქვს ის, რომ ღმერთი თითოეული ჩვენთაგანისგან მოელის თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას და რაც მინდოდა მე თქვა, რომ ავგუსტინეს სიყვარულში ვერ მაჯობებთ, კათოლიკე ვარ. ავგუსტინეს სიყვარულში ვერ მაჯობებთ, კათოლიკე ვარ, მაგრამ ავგუსტინეს, რომელმაც დარწმუნებული ვარ, რომ მან შეინანა ეს სათანადოდ, მიჰყვება თავისი მანექეველობის ტვირთი. ავგუსტინე ცოდვა მადლზე საუბრისას, ხო? როდესაც ცოტა არ იყოს მკაცრია პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ და შემდეგ იმ ხალხისთვის ძალიან ძვირფას ვიღაცად იქცევა, ვინც ძალიან მკაცრია საკუთარი თავის მიმართ, ეს არის ის ტვირთი, მანექეველობის ტვირთი, რომელიცაც ძალიან ცოტა რამ აქვს ქრისტიანობასთან საერთო. ლუკას მე-15 თავი არის ის ანტიბიოტიკი, რომელიც ამაში შეიძლება გამოგვადგეს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. დროს ძალიან გადავწდით ალბათ, მაგრამ ვიცი რომ რამოდენიმე კითხვა აქვს, ამიტომ ალბათ გთხოვდით რომ მოკლედ დასვათ კითხვა და თქვენც გთხოვთ რომ მოკლედ კონკრეტული პასუხი. ხო, ანუ მოკლედ და კონკრეტული პასუხი რო გაცეთ. ეს კონდა? მადლობა საინტერესო პასუხებისთვის. ბატონო რეზომ თითქმის ყველა კითხვა დასვა რაც მქონდა, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს თქვენთვის. მინდა შევადაროთ 90-იანი წლების ახალგაზრდები დღევანდელ ახალგაზრდებს. რომ გადავხედოთ 90-იან წლებში ჩემი ტოლის ახალგაზრდები თითქოს ღმერთის მიმართ მოწოდებაზე ძალიან დიდი გამოხმაურება იყო, რომ დაუშვათ კახეთიდან მიდიოდნენ ქუთაისში, ბათუმში და არსებდნენ ეკლესიებს, არსებულ ეკლესიებს აძლიერებდნენ. დღევანდელ ახალგაზრდებში თითქოს გაჩნდა პრობლემა უდროობის. და აღარ აქვთ იმხელა გამოხმაურება, ანუ სტატისტიკურად იმდენი ახალგაზრდა აღარ მიდის შორეულ ქალაქში თუ სოფელში და არ არსებს ეკლესიას თუ ამ დიდ მოწოდებას პასუხობს ღმერთის მიერ მოწოდებულს. კითხვა მაქვს ასეთი, რომ რა შეიცვალა თქვენი აზრით, რატო აღარ არის ამხელა გამოხმაურება ახალგაზრდების მიმართ და რატო ხო რა არის ამ მიზეზის აღმოფხრის საშუალება ამ პრობლემის უფროს? მოკლედ რო უპასუხოთ, გაიხსენოთ დიახ. ამაზე მოკლე ვერა. ჩემი აზრით, ახლა მე არ ვიცი, დიდი ანალიტიკოსი არა, მაგრამ მე ვხედავ, რომ კომფორტის დონე აიწია ეხლა. ანუ რა გულისხმობ, დროს ფასი დაედო. და ახალგაზრდებს აქვს მეტი თვითრეალიზაციის შესაძლებლობა. ანუ 90-იან წლებში დროც ჰქონდა, მონატრებულებიც ვიყავით, დროს ისეთი ფასი არ ჰქონდა, ეხლა რო აქვს, ანუ სულ სხვა დრო იყო. ეხლა ახალგაზრდა ადამიანი რო გადადოს ის, რაც შეიძლება ფულის მომტანია, კარიერისთვის გამოადგება, CV-ში ჩაეწერება, აქტივობაში ჩაეთვლება, ეს რო გადადოს უნდა იყოს მართლა მოტივირებული. ანუ ის რასაც შენს თავაზობ, ჩემი აზრით, შეიძლება ვცდები. უნდა იყოს ისეთი, რომ ამ ყველაფერს გადაწონის რა. ანუ ის კი არა ჩვენ წავალთ არ ვიცი, მაგრამ აი რაღაცას გავაკეთე. აი არის მაგალითად ბავშვია, შენ თუ ჩახვალ და დააპურებ, ამ ბავშვს აღარ ეშივება. მაგალითად მომო. ანუ мотиваცია უნდა იყოს ისეთი, რომ აი ამ ყველაფერს გადაწონოს. ანუ იცი რა, ერთი არა უსაქმური კაცი ჩვენ რო ვიყავით 90 წლებში არის წონოს, მაგრამ უფრო უსაქმურები ვიყავით, ვიგრე ეხლა არის ახალგაზრდობა. იმ ადამიანის დროის დაკავება ხო სხვა იყო, ვიდრე ეხლა ვინმე რო გეუბნება, სალო, გადადე რაღაცეები და მოდი მე დამეხმარე, ხო? ანუ ეს ნიშნავს, ის არ უნდა გააკეთოს, ის არ უნდა გააკეთოს, ამ შეხვედრაზე უნდა თქვას უარი, იმაზე რატო? ანუ мотиваცია სჭირდება, ისე რომ ანუ ეს კაია რა, ანუ სწორია რა.
რწმენა სჭირდება, რა თქმა უნდა. მართალი ხარ, მაგრამ ნახე, რწმენა გვაქვს ჩვენ, მაგრამ ნახე, კვირას მივდივართ ეკლესიაში. მეათე ვძდებთ. კვირაში ორჯერ დავდივართ ვინდაც ახალგაზრდულზე. კიდე სადღაც დადის და კიდე რაღაცას თქო? აი ეს კიდე რაღაცას როს თქო? ანუ მართლა მნიშვნელოვანი უნდა იყოს. თორე ეს ნიშნავს რა, მე ყველაფერი რო გადავდო, ახლა არავის არ ეწყნოს, მაგრამ 7 დღე თუ ვივლე ეკლესიაში, კარგი გაგებით, არაფერი არის ფიქრწუდი. ეკლესიის მომხრა. 7 დღე რო ეკლესიაში მე ვიარო და 6-3 საათი გავატარო, ხო? ვერც უნივერსიტეტში ვიქნები წარმატებული, ვერც კარგად ვერ ავეწყობი ამ ცხოვრებაში კარგი გაგებით და ისევ ამავე ეკლესიაში ვერ დავეხმარები ფინანსურად მომავალში. ანუ გესმით, ან სხვა დროა რა, ამას ვამბობ რა. ანუ სხვა დრო სხვა ფასი დაედო, ჩემი აზრით. მადლობა ელისა. შეიძლება ვწდები არ ვიცი. ხო, ესე იგი, რახან ჩვენზე დასვით ეს ჩვენ ვართ 90-იანების ახალგაზრდები და მე შემიძლია ვთქვა, რომ 96-ში 1996 წლის გაზაფხულზე ავედი პირველად ხიზაბავრაში, ჩემი სამრევლო ჩემი სოფელია, ასპინძის რაიონში, კათოლიკური სოფელი. და იმის შემდეგ რამოდენიმე ასეულჯერ ვარ დაბრუნებული იქ და ერთხელაც არავსულ ვარ ან ისე რა ან აღლილი ან და ყოველთვის სიყვარული. დიდი მადლობა რომ გვახსენეთ 90-იანების ახალგაზრდები. რა შეიძლება ვთქვა? რელიგია და სარწმუნოება თუ კი პირველ რიგში რაღაც მორალურ იმპერატივს შეგახსენებს ადამიანს, ხო? ოკეი. იცოდე რომ ცდები. იმ მოძღვარმა იქნება თუ იმ ვინც რაღაცნაირად დაგაჯერა რომ ღმერთის გახსენებაზე პირველ რიგში საკუთარი ვალდებულებები უნდა გახსენდებოდეს. ოკეი, განსაცმელი შეიძლება არ სწამდეს იმ ადამიანს განსაცმელს, მაგრამ ჩემი როგორც კათოლიკეს ღრმა რწმენით რამოდენიმე კარგა ისეთი პერიოდი, განწმენდის პერიოდი ელის მას ამ დანაშაულისათვის, იმიტომ რომ ობიექტურად ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომ გაფიქრებინა, რომ ღმერთი პირველ რიგში არის ვალდებულება. და არა ის მამა, რომლის მკლავებშიც, არ ვიცი, არხეინად განაბული ბავშვი ფიქრობს თუ არა თავის ვალდებულებებზე. არა თუ ვალდებულებები არ იყოს. ქრისტიანს აქვს იმისი შეგნება რომ 1000-ჯერ მეტი რომ შეეძლოს, 1000-ჯერ მეტად უნდა დაიხარჯოს. არა თუ მე-10-დით გავიდეს ფონს და მე-10-დი ხო, დარჩენი 9 მე-10-დი ხო ჩემია. ოკეი. თელეპატივისებით ნეტავ ჩემები მაძლევდნენ მე-10-ს. ოკეი. კეთილი. შეყვარება. თუკი ჩვენს რელიგიურ გამოცდილებაში ვიფიქრებთ შეყვარების კატეგორიებით, შემდეგ უკვე გარკვეული უცნაური ნაბიჯების გადადგმა აღარ იქნება ისეთი უცნაური. იმიტომ რომ შეყვარებას რომ ისეთი უცნაური თუ უგუნური რაღაცა ხვდება, მოყვება ხოლმე როგორც არის ჯურისტერა ქორწინება, ხო? ოკეი. არა, მაგრამ ეს არის ის, რაც შემდეგ მოდის იმ შეყვარებულობიდან გადადის, მე მწიფდება სიყვარულად და გამოაქვს ულამაზესი ნაყოფი, ხო? ოკეი. მაგრამ ღმერთი როგორც ის ძალმოსილი ხელისუფალი, რომელიც ყველაზე მაღლიდან მეფეთა მეფე და უფალთა უფალი და ასე შემდეგ, იყურება ზევიდან და შენ გგონია რომ მას სწორედ იმ შენი ძალაუფლებებისადმი დაქვემდებარების იმით უნდა ელაპარაკო, ხო? გეშლება. ცოტა სხვა ღმერთია ქრისტიანების ღმერთი, თორე შეიძლება იყოს აქ მუსლიმების წარმომადგენელი არ არის დღეს, თორე არ ვატკენდი მას გულს ამგვარი შეფასებით, ხო? ოკეი? როგორია ის ღმერთი? არა თუ არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ როგორია ღმერთი? ვინ იყურება სამკუთხედიდან? რამზე რა წდება მე უნდა გავცე ამას ჩემი თავის წინაშე პასუხი. არავის სხვის წინაშე პასუხი არა. იმაზე იქნება დამოკიდებული რომ დედა ტერეზად იქცევით. რატო არა? რომელმაც გააკეთა ის რაც გააკეთა იყო უბრალოდ ყველაზე უმნიშვნელო ისეთი რაღაცა მახინჯი ფანქარი, რომელმაც ბევრი სიკეთე გააკეთა, გარდა იმისა, რომ ბევრი ხმაურის დააყენა, ხო? ოკეი?
ძალიან დიდი მადლობა. სარგებლობ იმით, რომ ახალგაზრდობაზე და რელიგიაზე ვსაუბრობთ, ამიტომ დროს გადავწდით საკმაოდ, ამიტომ ბოლო კითხვას მოვისმენთ თუ არის და დავასრულოთ ჩვენი დისკუსია, თუ ვინმეს აქვს კითხვა. ეგ 90-დან მოყოლებული კითხვა, ხო, რომელზეც პასუხს ვეძებთ დღემდე. დახსნილი ვართ ყველანი. და ვისაც გონი აქ ვიღაც ერთს უთხარი რომ რომელსაც უნდა და ხო ოკეი ჯოჯოხეძე საუბრისას ხო მორწმუნე ადამიანის გარყვნილების ნიშანი არის ის რომ მას ჰგონია რომ ვიღაცა შეიძლება წარწყმდეს იმიტომ რომ ყველანი დახსნილები ვართ გვეშველება პასუხი ჩვენს გარეშე არა ჩვენს გარეშე არა მე მგონი კითხვები არ ჩანს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ და მადლობა აუდიტორიას განსაკუთრებით მადლობა ორგანიზატორებს სოლაფორუმის ორგანიზატორებს რომლებიც ასეთ საინტერესო თემებზე საუბრობენ ხოლმე მადლობა დიდი